ვის დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების თუ საზოგადოების კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიუროთ ჩვენს ვებმისამარზე 3W გამოკითხვაჯი და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 994 და დღესთვის პირველი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა ნაცია. გამარჯობა გისმენთ. კომუნიკაციების ეროვნული კომისია რა თქმა უნდა აუცილებლად შეასრულებს ამ ზნედაცემული ხელისუფლებისა და ვახტანგ სააკიანის შეკვეთას. გასაგებია თქვენი პოზიცია და შეკითხვას დაგისვამ თუ შეიძლება თქვენ რომელ არხებს ანიჭებთ უპირატესობას, სადაც ჭარბობს გასართობი გადაცემები თუ პოლიტიკური შინაარსის გადაცემები? ნაცია იცით რა შეასახმე დღეს სამწუხაროდ საქართველოს გაღატაკებულ დამშეულ მოსახლეობას გასართობა და სტატალინკაოდ საქმე ნამდვილად არ აქვს. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. რა თქმა უნდა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, იმიტომ რომ თუ შეიძლება გეტყვით რა რატო? კი ბატონო გისმენთ. იმიტომ რომ ის Global TV-ს აბონენტები ვართ რა. დიახ. ჩაგვირთვეს ეს GMG 9 ლარი დაგვამატებინეს. დიახ. და ფაქტიურად სუგათიშულია ეს გავიგე რომ რუსული არხები გათიშულია, მაგრამ უკრაინული არხები რაღაცე გაგვითიშეს, ვერ გავიგე. ეს სპორტული არხები სუნთლად გაგვითიშეს. მაგის გამო გქონდა ჩართული და ანუ თვლით რომ მონოპოლიას აქვს ადგილი? თან ძალიან დიდ მონოპოლიას აქვს ადგილი რა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. როგორ ფიქრობთ, ვის დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების თუ საზოგადოების? შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. ნათია მოგესალმებით. გამარჯობა. მე ვის დაკვეთას ასრულებს, რა დაკვეთას ასრულებს? სულ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს და ხალხს მინდა მიმართო, რომ მოვაშოროთ ეს ხელისუფლება. ნებისმიერი ოპოზიცია აჯობებს ამ ხელისუფლებას. წინა ხელისუფლების დროს ნადია დემოკრატია მაინც ხონდა და ეხლა აღარ დემოკრატია გვაქვს და შიმშილით ვიხოცებით და უმუშევრობით და წაეთრეს ეს ხელისუფლება. გასაგებია თქვენი პოზიცია ხელისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა შეკითხვასთან მაინც უფრო კონკრეტული პასუხი მჭირდება სამწუხაროდ გათიშა მაყურებელმა. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიუროთ ჩვენს ვებმისამარზე 3W გამოკითხვაჯი. შემდეგი მაყურებელი ეთერში გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა წათია. საღამო მშვიდობისა ეთერში ხართ. ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა ყველაფერი. რატომ გრჩებათ დიახ? დიახ. რამდენი პროცენტი უყურებს? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ მუდმივად ამ კვლევებს. ძალიან ცოტა. აი მე მაგათა საშუალება არ მაქვს, რომ მე თქვენ არს უყურო, მაგრამ მეზობელმა დიახ. შეუერთე მეზობელს რა. და აი ეს უყურებ, თქვენი არხი რო არ იყოს, ალბათ გავგიჟდებოდი რა. ეგ რაღაც ამაზენია ეს პირველი და მეორე არხი და მესამე არხი რა, ეს იმედი რა. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ აქტიუროთ ჩვენს ვებმისამარზე 3W გამოკითხვაჯი, რომელიც მონაცემებით ამ დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება. გამოკითხულთა 97% თვლის, რომ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს ეროვნული კომუნიკაციების კომისია. საზოგადოების დაკვეთას ასე ფიქრობს გამოკითხულთა 2%. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ნათია. მე ვთვლი რომ ვინც უხდის იმის დაკვეთას ასრულებს და როგორ ფიქრობთ ვინ უხდის? ვინ უხდის? ყველას ის ნათელი ხა ხალხი არ უხდის. თუმცა ის გადასახადები რომელიც ჩვენი ხელფასებიდან იკვეთება დამთანხმებით ალბათ. ჩვენ ტელევიზიის გადასახადსაც ვიხდით, თუმცა რაც გადაიცემა კარგად იცით. ეხლა თქვენთანმა კიდე ერთი თხოვნა. ხშირად მინდა დავრეკო ხოლმე პირადად თქვენთან, მაგრამ ვერ მოვხდი ვერანაირად. კი ბატონო გესმით. თქვენი გადაცემა ანატომიასთან დაკავშირებით მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რასაც თქვენ აკეთებთ, მათ შესახებ ყველაფერი. არ არის საჭირო ეს დეტალური გაშიფრა იმ ადამიანების, ვისაც ჩვენ ისედაც ვიცით ყველაფერი, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ვინც მომავალში უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. და ეხლანდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ შეიძლება, ჩემი პირადი თხოვნა და დამეთანხმება ალბათ ბევრი მაყურებელი. იმ ადამიანებზე გაგვიკეთეთ ეს ბიოგრაფია, მოკლედ, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რომ კიდევ არ დაუშვათ შეცდომები, ვიცოდეთ ყველას წარსული,
დაწყებული გაჩეჩილაძიდან დამთავრებული ალასანიამდე მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მინდა რომ ვიცოდე რეალურად ვინ არის და ესე ბრმად რაღაცა ლოზუნგებით ვინმეს არ ვენდოთ. გასაგები აბსოლუტურად თქვენი პოზიცია. მე პირობას გაძლევთ რომ ეს ადამიანები ისედაც იყვნენ ანუ ჩვენს გეგმაში და შესაბამისად მე ვითვალისწინებ რა საზოგადოების ხონას აუცილებლად მოხდებია. ჩემი დაკვეთა რამეს ნიშნავს თქვენთვის. მე თქვენ ჩვეულებრივი მაყურებელი ხართ და საზოგადოების წევრი. დიდი მადლობა რჩევებისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებთ ამას და მე პირობას გაძლევთ რომ ეს ადამიანები აუცილებლად მოხდებიან ანატომიის შემდგომ გადაცემებში. ახლა კი დაუბრუნდეთ გამოკითხვის და ჩვენს დღევანდელ თემას. როგორ ფიქრობთ, ვის დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების თუ საზოგადოების? შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გენეტრალე, გაყიდული, ქართველი, ეგრეთ წოდებული ქართველი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს ეს მარეგულირებელი. იქ ერთადერთი ადამიანი არის, მოსაშვილი არის გონი გვარად თუ არ ხდები, რომელსაც შეიძლება დაილაპარაკო და რაღაცა. გამოფხიზდით ქართველებო, გაიყიდა საქართველო, მოდით აზრზე, მოდით ქართველებო. გასაგები თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის ამ დროისთვის მე ინტერნეტ მონაცემებს მოგახსენებთ. გამოკითხულთა 97% თვლის რომ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. 2% აზრით ის საზოგადოების შეკვეთაზე მუშაობს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. თქვენ მადლობას გწირავთ ანატომიის გაკვეთილებისათვის. დიდი მადლობა. რაც შეეხება მარეგულირებელ კომისიას, დავიწყოთ ხელფასით. დიახ. კომისიის თავმჯდომარეს მე მინდა თქვენმა მსმენელმა იცოდეს. რა უბედურებას აქვს. კომისიის თავმჯდომარეს თვეში აქვს 26,000 ლარი. და თქვენ ახლა განსაზღვრეთ ის კაცი ვისი მონაა? ჩემი თუ თქვენი? გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 999 გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრად გვეყოლება ახალი მემარჯვენების ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი მანანა ნაჭყებია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. მოგესალმები გენცა. საღამო მშვიდობისა გისმენთ. სწორედ ხელისუფლების შეკვეთით არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხელისუფლებას აწყობს გართობა, ტაშფანდური, კეიფი, დროს წარევა საზღვარგარეთ, საზოგადოებას არ აწყობს, რა თქმა უნდა, გამწარებულ საზოგადოებას აინტერესებს ინფორმაცია და რაც შეეხება თქვენს გადაცემას, ნამდვილად დიდი მადლობა და მე თიმიკურის ის ქალბატონი რომ რატო ასე აშუქებთ ამ ანატომიასო და შეკვეთები კარგად მოგცათ. ჩვენ აბსოლუტურად ყველა მაყურებლის ინტერესს გავითვალისწინებთ. მე პირობას გაძლევთ რომ ყველა ადამიანი მოხდება ანატომიაში. თქვენი გადაცემა და ნანა ლეჟავას გადაცემა არაჩვეულებრივია. ნამდვილად. დიდი მადლობა თქვენი ასეთი დამოკიდებულებისთვის. დიახ. მადლობა ასეთი დამოკიდებულებისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 999. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. საღამოშტობის. რა თქმა უნდა de factoების დაკვეთა არის ეს ყველაფერი და მეც მინდა გთხოვოთ. დიახ. აი რო იწვიოთ ახლა ნაჭყებია უნდა მოიწვიოთ. დიახ. ვინც ახლა ეგრეთ წოდებულ არჩევნებისთვის მოლაპარაკებაზე მიდის. ხომ ვიცით რომ მოსახლეობამ რომ ეს ყველანი მიშას დაკრულზეც ეკავენ და აი დემოკრატებიდან რო ყავდათ იმ დღეს ის მაგდანას ლურჯას რო გავს. აი ეგეთი ხალხი არ გვინდა რა. ვამტროთ ტელევიზორებს და აღარა გვაქვს ფული რომ შემდეგი ტელევიზორები ვიყიდოთ, რომ გიყუროთ თქვენა და თქვენ გადაცემებს ძალიან უერთები და მომწონს თქვენი გადაცემები. დიდი მადლობა და ერჩევას მოგცემ ტელევიზორს ნუ დაამტრო, თქვენ შეგიძლია უბრალოდ სხვა არხზე გადართოთ ხოლმე. შემდეგი მაყურებელი ეთერში საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. ის რა მაინტერესებს? დიახ. აი თქვენ ანატომიას რო გადაცემთ. თუ შეიძლება რომ გასაგებია ყველაფერი? დიახ. რომ აი მთავრობის წევრებზე არის გადაცემა. არ არის ეს მხოლოდ მთავრობის წევრებზე, იქ მოხდება ყველა. თუ შეიძლება აი. დიახ. ქალბატონათე თუ შეიძლება რომ კინძმარიშვილზე გააკეთოთ ანატომია. აუცილებლად რა თქმა უნდა. რომ ნახოთ რუსთავიური საიდან მოვიდა, ვისით მოვიდა და როგორ მოვიდა. აუცილებლად გასაგებია მაესტრო ძალიან კარგი გადაცემას აკეთებს, ყველაფერს უყურებთ აუცილებლად, მაგრამ აი კინძმარიშვილის ანატომია გააკეთა, აი ჩემი პირადი დაკარგია. აუცილებლად მოერიდეთ ძალიან ვთქვათ პირდაპირ ეთერში პირადი შეკვეთების მოცემად. რაც შეეხება შეკითხვასთან დაკავშირებით რა პოზიცია გაქვთ ძალიან საინტერესო იქნება. როგორ ფიქრობთ, ვის დაკვეთას ასრულებს ეროვნული მარეგულირებელი კომისია? გამარჯობათ.
დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. არის ერთი წამით გამოვეხმაურები ზოგიერთ მსმენელს, განაცხადეს რომ შეისწავლეთ ყველა პოლიტიკოსის ბიოგრაფია, ვიცით? ყველა პოლიტიკოსის ბიოგრაფია რომ შევისწავლეთ მერწმუნეთ რა საქართველოს პრეზიდენტად ჩვილი ბავშვის დანიშნა მოგვიწევს, იმიტომ რომ უცოდველი ადამიანი არ არსებობს და მით უმეტეს პოლიტიკოსი. გასაგებია, თუმცა ერთი სათხოვარი მექნება თქვენთანაც და ყველა სხვა მაყურებელთანაც ჩვენი დღევანდელი გადაცემა უკავშირდება თემას, ასრულებს თუ არა ვის დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების დიახ. არავის დაკვეთას არ ასრულებს. ესამე. ანუ პასუხი არ გაქვთ შეკითხვაზე. არავის როგორ არა მაქვს, არავის დაკვეთას არ ასრულებს მეთქი. აჰა. აბა რატომ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს? ან რატომ ატარებს ამ კვლევას გათიშა სამწუხაროდ ამ მაყურებელმა ვერ მოხერხდა მისთვის შეკითხვის დასმა. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. ხელისუფლების რა თუნდა აქ ორი აზრი არ არსებობს? დიახ. გასაკვირველია ხა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი პრიორიტეტს ანიჭებდეს გასართობი შინაარსის გადაცემებს თქვა და არ უყურებდეს პოლიტიკურ არავითარ შემთხვევაში 5% უყურებს იმ გასართობ პროგრამას. დიახ. ხო, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა არ ვიცი, კოშმარი. ერთ და იგივე სახეები და ეს არის, რა ვიცი, რა გითხრათ, რა გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994. როგორ ფიქრობთ, ვის დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოების თუ ხელისუფლების? შემდეგი მაყურებელი ამ შეკითხვაზე პასუხით ეთერში. საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. ესე მე არ ვარყოფ, შეიძლება სახელმწიფოს შეკვეთას ასრულებს, მაგრამ რაც შეეხება გადაცემების ყურებას. დიახ. ძალიან ბევრი უყურებს ამასთან გადაცემებს, თქვენ წარმოედგინეთ, ჩვენ დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების და მე მგონია ბევრი უყურებს და ტრაგედია ქვეყნისთვის. მადლობა. და ისე რაც შეეხება ანატომიას, ხან მამაკაცმა გითხრათ, ცუდი არ იქნება კიწმარიშვილის ანატომია, კიდევ ოპოზიციონერების ანატომია. ეს არ იქნება თვითკრიტიკა და ცოდვების გამხელა ხალხის წინაშე არ იქნება ცუდი და შეცდომების აღება. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ანატომიაში მოხდება ყველა ადამიანი, ვინც არის ხელისუფლებაში და ვისაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. მადლობა ზარისთვის, აღნიშნულ ყველა მაყურებელს თხოვ გამოკითხვას, გამოიყენებენ ანატომიის შესაფასებლად. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. იცით რა არის? დიახ, გისმენთ. მე ასე მგონია, რომ დღეს მთელ საქართველოში ალბათ დიახ. არის ბევრი სურვილი, რა თქმა უნდა, შეიძლება გასართობი გადაცემების, მაგრამ უფრო მეტად ალბათ დღეს საჭიროა პოლიტიკური გადაცემები და მე მგონი უმრავლესობა უბრალოდ განსაკუთრებით უფრო დაინტერესებულია ამით, ვიდრე ახალგაზრდობა. და ვისურვებდი, რომ ალბათ ყველას მოვალეობა არის პირველ რიგში პოლიტიკური გადაცემებს უყურებდნენ, იმიტომ რომ საჭიროა კარგად გავიგოთ და კარგად ინფორმაცია მივიღოთ უბრალოდ ზუსტი იმის შესახებ თუ ვინ არის, რომ მე არჩევანი გავაკეთოთ ალბათ შესაბამისი. იმიტომ რომ ეს მოვალეობა მე მგონი ყველა ადამიანის. გასაგებია, თქვენ პოზიცია თუმცა უფრო კონკრეტული რომ იყოთ. დიახ, ანუ როგორ ფიქრობთ? კონკრეტული მე ასე მგონია, რომ ეს უფრო ხელისუფლებას აწყობს, ანუ ისინი უყეთავენ. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში 14 სატელეფონო ზარი შემოვიდა და აქედან 12 მაყურებელი თვლის, რომ ეროვნული კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. ორ მაყურებელს შეკითხვაზე პასუხი არ ქონდა. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, გამოკითხულთა 95% ასევე თვლის, რომ კომისია ხელისუფლების შეკვეთაზე მუშაობს. 3%-ის აზრით ის საზოგადოების დაკვეთას ასრულებს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. ნათია. დიახ გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა გისმენთ. შეიძლება ერთი სიტყვა გითხრათ? კი ბატონო. აი თქვენ მაგალითად რო იყოთ პრეზიდენტი. დიახ. და გვირიგებდე ხელფასებს, დიდ ხელფასებს. კაი საჭმელს გვაჭმევთ ეს ყველაფერს. ვის მისცემთ ხმას? მე? აი ეს ეყავს პრეზიდენტს ხალხის ნაკიდი 15% ყველაზე დიდი, თავიანთი ოჯახები, თავიანთი ყველა ხალხით. გასაგებია თქვენი პოზიცია. ხელფასები ვისაც აქვს დიდი, ეგენი არიან ზუსტად უყოლანი მაგათი ხალხი. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994, ხოლო გადაცემის მეორე ნახევარში სტუმრად გვეყოლება ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი მანო ნაჭყები. ამ პარტიამ მე შეგახსენებთ, რომ დღეს შეფასება გაუკეთა ეროვნული მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას. შემდეგი მაყურებელი ხაზზე, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა, დიახ, გისმენთ, საღამო მშვიდობისა.
მე უბრალოდ ერთი შენიშვნა მინდა გავაკეთო. დიახ. მარეგულირებელი კომისია მე რამდენადაც ვიცი ხელფასებს არიღებს ბიუჯეტიდან. დიახ. იღებს რაღაც გარკვეულ პროცენტს ამ გადმორიცხვიდან, გადარიცხვიდან იმის აქვე მაქციის, ჯეოსელის და ასე შემდეგ ამ კომპანიებიდან პროცენტულ გადმონარიცხებს. ბიუჯეტთან კავშირი მაგათ არ აქვს და მეორე, მე როგორც ვიცი, ეს ძალიან ცუდია, რასაც ვიტყვი, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა გასართობ პროგრამებზე არის ორიენტირებული. გასაგებია თუმცა და რაღაც აი ამ კი ბატონო, გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, ანუ ის კვლევა, რომელიც თქვა კანონმდებლობით არის გასათვალისწინებელი კომისიის მიერ, როდესაც ლიცენზიების გაცემის პროცესი დადგება, როგორ ფიქრობთ, ანუ ვისი დაკვეთით არის ჩატარებული საზოგადოების თუ ხელისუფლების? მე ვერ გეტყვით, მე უბრალოდ თქვენს მესამე პუნქტს დავეყრდნობდი და პასუხი არ მაქვს აი დაახლოებით ამ კითხვაზე ტიპაში. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა გისმენთ. დიახ, გისმენთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, რომელი ორგანიზაცია აკეთებს დღეს ხალხის მოთხოვნებს, რომელი აი დამისახელეთ ნებისმიერი სამთავრობო გინდა ნებისმიერი რამე, რომელიც კი ხელისუფლებას ექვემდებარება. შეკითხვას დაგისვამთ. ყველა ასრულებს ხელისუფლების მოთხოვნას. გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა შეკითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება მithumetes თქვენ საზღვარგარეთ საბერძნეთში იმყოფებით. თქვენ გაქვთ საშუალება სატელიტით თვალყური ადევნოთ როგორც ნაციონალურ არხებს, ანუ პირველი არხი რუსთავი 2 და ტელეკომპანია იმედი, ასევე გაქვთ საშუალება უღროთ მაესტროს. ანუ თქვენ როგორც თქვათ ემიგრანტს პრიორიტეტულად რომელი შინაარსის გადაცემა მიგეჩვენებათ უფრო? აი მე გეტყვით ზუსტად ახლა ცოტა გამიგრძელდება საუბარი. ვინაიდან სანამ მაესტრო ჩაერთვებოდა სატელიტზე, რა თქმა უნდა მე 9 წელია საბერძნეთში ვარ და მქონდა რუსთავორს უყურებდი სატელიტით და უყურებდი იმედს. დიახ. და ჩემი ბევრი ახლობელი იქამდე მივიდა. დიახ. რომ იმედის და რუსთავი 2-ის დამსახურებით აიღო გუდანაობები და წამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, იმიტომ რომ ეგონათ რომ ნათლად ისე ყველაფერი საქართველოში როგორც ეს არხები აჩვენებენ. მაგრამ სამწუხაროდ უკან ვეღარ ბრუნდებიან. და მიზეზი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამ არხების ასეთი წარმოქმნა, რომ საქართველოში ყველაფერი ისია, როგორც თქვათ მე ევროპაშიც კი ვერ ვნახე ესეთი გადაცემები ხელისუფლების მიმართ, როგორც თქვათ საქართველოშია რუსთავი 2 და იმედი. დიახ, გასაგებია თქვენი პოზიცია. როგორც კი ჩაერთო მაესტროს კოდი, როგორც კი ავიღე სატელიტზე, აი თუ დამიჯერებთ ახლა მე არც აფერესტობას ჩავამერთმევა და არც იმაში უბრალოდ ჩემი აზრია და ჩემი გადადგმული ნაბიჯი რომ მის მერე სიმართლე გითხრათ მე რუსთავზე და იმედზე ტელევიზორი აღარ გადამირთიებ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა გისმენთ. მე ალბათ პირველს უპასუხებდი, რომ არ იყოს ეს სახელმწიფოს დაკვეთა. დიახ. ასეთი დარე ხარისხის გასართობი პროგრამები არც ერთ ტელევიზიაზე არ იქნებოდა. გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი რამდენად რეალური აძლევდეს უპირატესობას? სამწუხაროდ ალბათ აი იმ სერიალებს უყურებს. დიახ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. საღამო მშვიდობისა ეთერში ხართ. საღამო მშვიდობისა. დიახ, გისმენთ. მე ვეთანხმები პირველს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში? დიახ და მოგახსენებთ ეს ერთ აზრს თუ შეიძლება, რომელიც არავის არ უთქვია ჯერჯერობით ეთერში. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ცოტა ხანში იმედი დაუბრუნდება პატრონს. დიახ. და მასზე არ უნდა გავიდეს ინფორმაცია და პოლიტიკური ტოქ-შოუები. სწორედ ახალი მემარჯვენეები გამოთქვამენ ამის ეჭვს და ჩვენ ალბათ ვთხოვთ ქალბატონ მარანას რომ უფრო დააკონკრეტოს რის საფუძველზე გამოითქვა ეს ეჭვი, რომ შეიძლება მოდიფიცირება მოხდეს უკვე გაცემული ლიცენზიების. მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. დიახ, გისმენთ ეთერში ხართ. საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ეს კობის არის მაესტროა? კი ბატონო, ეთერში ბრძანდებით. მადლობა. ალო. დიახ, ეთერში ხართ გისმენთ. ქალბატონო, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა პირველის. დიახ. იმიტომ რომ
ხელფასებს როგორც გავიგე მაგათ განიღებენ და თუ მაგათ განიღებენ მაგათ დაკვეთას ასრულებენ, მაგრამ გამოსარკვევი რა არის იცი? საიდან აძლევენ ამდენ ხელფასებს? რატომ აძლევენ? ვინ დანიშნა? რომელ სახელმწიფოში ასეთ ხელფასები? მაინტერესებს პედიარები. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი ტელეფონის ნომერია 317 994. შემდეგი მაყურებელი ხაზი საღამო მშვიდობისა გისმენთ. დიახ, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ, ეთერში ხართ. ქალბატონო ნათია რა? კი ბატონო, გისმენთ. იცით რა, ეხლა ერთ-ერთმა რესპონდენტმა დარეკა თქვენთან. ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტელეარხებთან დაკავშირებით. მე ვარ მომხმარებელი აიეტის. დიახ. აიეტის კომპანიამ გამორთო 5 თავი არხი. სპორტიული. დიახ. სპორტიული. დავედი გასარკვევად. ამ პერიოდში გამოვიდნენ ტელეარხით სპეციალურად პიროვნებები ჩვენ 6 სარს ჩაგირთავთ სპორტიულსო GMJ-ები რო არის. დიახ, GMJ. ჩარტეს 3 სპორტიული ისა ბოდიში ჩარტეს 3 კინო, არხი, გურმანი, ჰოლივუდი და რაღაცა. მე 50, ასე რომ ვთქვათ, 50-იანი პროგრამა მაქვს, ხო? იქ 40 არის კინოფილმები. დიახ. ჰიტები, გასაგებია. და შემდეგ რატო გვატყვილებენ? რატო თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო? სპორტიული არხი. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო გაქვთ ამ შემთხვევაში გათიშული ერთხელ აიეტზე ეს არხი? რატო გათიშული და პასუხი ვერ გამწევს? 50 არხი ხო გაქვთო? რამნი მე ვთხარი 50 არხში რო შედოდა 5 სპორტიული რატო გამორთეთ? და როგორც უნდა ისე პასუხობენ. გასაგებია თქვენი პოზიცია. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. მე ამ დროისთვის ჩვენს შედეგებს მოგახსენებთ. პირდაპირ ეთერში მოხერხდა 23 სატელეფონო ზარის მიღება. აქედან 20 მაყურებელი თვლის, რომ ეროვნული მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ შემთხვევაში ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს, გამოკითხულთა 95% თვლის, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ასევე ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობს, ხოლო 2%-ის აზრით საზოგადოების შეკვეთას ასრულებს. გამოკითხვა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. გამოკითხვა ეთერში ბრუნდება, როგორ ფიქრობთ, ვის დაკვეთას ასრულებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია? საზოგადოების თუ ხელისუფლების? კიდევ ერთხელ გთხოვთ აქტიურად ჩვენს ვებმისამართზე 3w გამოკითხვა-ჯი და დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317 994. მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. რა თქმა უნდა ხელისუფლების კორი აზრი არ არსებობს. დიახ. და იმ მაყურებელს მინდა უთხრა, ვინც გთხოვათ კიცმარიშვილზე გადაცემა რომ მოამზადოთ. მე მგონი კიცმარიშვილი ისეთი პიროვნება არის, რომელზეც ისეთ ყველაფერი გასაგებია და საინტერესო იქნებოდა, რადგან გორიდან გიკავშირდებით ახლა, რომ გადაცემა მოამზადოთ, თუნდაც ბატონ ზურაბ ბარსოშვილზე. საიდან მოდის, ვინ არის და ვისი კაცია და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო იქნებოდა. აუცილებლად პირობას გაძლევ გავითვალისწინებთ ყველა თქვენს თხოვნას, თუმცა კიდევ ერთხელ მექნება ყველა მაყურებლისადმი თხოვნა ნუ გამოიყენებთ გადაცემა გამოკითხვის ანატომიაზე სასაუბროდ. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა გისმენთ. ალო. დიახ, ეთერში. ნაი გამარჯობათ ქალ. დიახ. ისა, აი მოქალაქეს მინდა უპასუხე 5 არხი გამოგვირთეს სპორტი და როცა ისა რა ქვია, ატატალიზატორებში ყველაფერს აჩვენებენ. ესე იგი, ახალგაზრდობა უნდა წავიდეს იქ უყუროს. სირცხვილი არ არის 5 არხი გამოგვირთეს და ჩართეს რაღაც კრიკეტი და ისა რას ფიქრობთ თქვენ, ანუ ვის დაკვეთას ასრულებს ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისია? პასუხი ვერ მივიღეთ, გენცვალე, პასუხი ვერ მივიღეთ. და აბა ყველა იმაზე ტოტალიზატორში წადით, ყველაფერს აჩვენებენ. რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადებული კვლევის შედეგებს, ანუ როგორ ფიქრობთ? მართლა რეალურად ფიქრობს თუ არა ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი, რომ საქართველოში დეფიციტია გასართობი გადაცემების? ნუ რა ვიცი, გასართობი სამსია, მაგრამ ესეც მოგვისმეს, ახალგაზრდობა უნდა ესე იგი წავიდეს ტოტალიზატორში და იქ უყუროს თორე აი ბარსელონა მადრიდი იყო, ხო?
GMG-ზე იყო მარტო. გასაგებია თქვენი პოზიცია. მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერია 317-994. ნებისმიერ თქვენგანს აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიცია გამოხატოს. შემდეგი მაყურებელი ხაზი გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ნათია. საღამო მშვიდობისა. ისა რა ქვია, მარეგულირებული კომისია რა თქმა უნდა არ იქნება ხალხის მხარეზე და ასრულებს დაკვეთას რა თქმა უნდა. და წინა ზარის ხაზახორციელებას კიცმარიშვილთან დაკავშირებით მინდა უპასუხო, რომ კიცმარიშვილი ეს რევოლუცია მოახდინა, როგორც თვითონ გაზეთებში წერს. მე გავაკეთე რევოლუცია და ბუდეში გიხდით ხალხო და უკან უნდა გავიწვიო ეს ჩემი ნამოქმედარიო. ანუ ადამიანი აღიარებს რაც გააკეთა და ეხლა ცდილობს რომ ჩამოგვაშოროს ეს თავრობა. აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის ქალბატონო, აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის თქვენი პოზიციას და ნებისმიერი სხვა მაყურებლის პოზიციას ანატომიასთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა, ნუ გამოიყენებთ ამ გადაცემას ანატომიაზე სასაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე იძულებული ვიქნებ დაკავშირებით ქალბატონო ნათია, დიდი არ გამთიშოთ ძალიან გთხოვთ. მე თქვენ შემოგითვალეთ ოპოზიციონერები გავაფრთხილე იცით რა არის ბოკერიასთან დაკავშირებით ბოკერიას მამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ბოკერიას მამამ თავის დროზე მე არქიტექტორი ვარ და ისა რა ქვიან გაყიდა ჩინელებზე არქიტექტორთა კავშირის შენობა და დედამისი როცა იყო ცნობილი მოჭადრაკე ანგარიში ქონდა მას საზღვარგარეთ და ის ფული მთლიანად ჩარისხა ეს ბოკერიას ანატომიაში მინდა რომ ჩაამატოთ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 და გთხოვთ აქტიურად ასევე ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვაჯი, რომლის შედეგებიც ამ დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება. გამოკითხულთა 96% თვლის, რომ ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს 2%-ის აზრით ის საზოგადოების შეკვეთაზე მუშაობს. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა მოგესალმებით. გისმენთ. ნამდვილად მეც ვფიქრობ, რომ ტელესივრცე ვიღაცის მიერ არის კონტროლირებადი და ეს ალბათ მარეგულირებელი იქნება. ხო, აგერ სპორტული არხები რო თქვეს ჩემ წინა გამომსვლელებმა მართლაც გათიშეს ყველა ეს მე მგონი GMG-ს დამსახურება უნდათ რომ მხოლოდ მაგათ გქონდეთ უფლება რომ გაუშვან სპორტული გადაცემები და რომ დავრეკე საკაბელოში კაცო GMG მაინც ჩაგვირთეთვეთ არც ეგ გვაქვს. გვითხრეს რომ ეგაო ძალიან ძვირიაო და ვერავრთავთო და არც სხვა სპორტულ არხებს არ გვაყურებინებენ და ვართ ესე. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. გთხოვთ დაგვირეკო ტელეფონის ნომერზე 317-994. შეგახსენებთ რომ გადაცემის მეორე ნახევარში ჩვენი სტუმარი იქნება ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონი მანანა ნაჭყებია. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. საღამო მშვიდობისა ეთერში ხართ. მე მგონი სახელმწიფო დაკვეთა. რადგან მგონიათ ასე? რადგან მგონია? დიახ. ფეგერამ საქართველოს და თესოფიოს ასე გონია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებ ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994 და გთხოვთ ასევე იაქტიუროთ ჩვენს ვებმისამართზე 3W გამოკითხვაჯი. შემდეგი მაყურებელი ეთერში გამარჯობა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ქალბატონო. დიახ, გისმენთ საღამო მშვიდობის. თქვენ ტელევიზიას უყურებთ, რაიონიდან განაგავთ. ბატონო? ზესაბლოიდან განაგავთ. კი ბატონო, გისმენთ. ეხლა ამ კომისიაზე ვლაპარაკობ, ეს რაცინო არ კომისია ვერ დაგვედა შეასრულებს. რა გუსტავი და იმედის ტელევიზია არის. პოზიციო მithobია, პოზიციების ტელევიზია გახადეს. კორექტულად თუ შეიძლება, მადლობა ზარისთვის. მე ყველა მაყურებელს ვთხოვ კორექტულად ისაუბროს პირდაპირ ეთერში, წინააღმდეგ შემთხვევაში კავშირი მათთან შეწყდება. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. ალო. გამარჯობა გისმენთ. ეთერში ვარ. კი ბატონო, ეთერში ბრძანდებით. რაც კი ხდება, თელმა საქართველოს მიზის მაგთავრობის დაკვეთით ხდება. რაც კი ხდება მაგ საქართველოში და მაგ ხალხმა ხო იცის, ხალხი ხო იცის ყველაფერი ამას. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში კომისია ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს? ყველაფერი რაც კი მარტო კომისია კი არა, ყველაფერი რაც კი ხდება იმ ქვეყანაში. შეხედეთ მაგ ტელევიზიას მაესტროს გარდა მან თუ რაღაცა ისტორიას ანახებ. არაფერი. გასაგებია. სუიტყვიებია. გასაგებია თქვენი პოზიცია, მადლობა ზარისთვის. ჩვენი ტელეფონის ნომერია 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე საღამო მშვიდობისა გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა გისმენთ.
უკაცრავად არ გამიწიშო რა ძალიან. კი ბატონო. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ. არაფერს არ გაგადრებთ. ველოდები აი დიდი სიყვარულით და მოწიწებით. დიდი მადლობა. მეორე რომ ეს ხელისუფლების დაკეთა ეჭვი ასე ეგებარო თამაში და საზოგადოებასაც ასე ეგებარო ეჭვი. გასაგები. მადლობა ზარისთვის. გთხოვ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 317-994. შემდეგი მაყურებელი ხაზზე გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ ეთერში. საღამომშვიდობს. ხელისუფლების დაკვეთა ამას ორი აზრი არ არის, მაგრამ მე ცით რა მიგვიეს, ამდენი ხალხი, განაწყენებული ხალხი რო რეკავს. დიახ. გააწუხებთ თქვენს ასეთი მდგომარეობა რო შექმნილი ქვეყნად. რას ვფიქრობთ ეს ხალხი, რატო ზის სახლში, რატო ვზივართ სახლში? არ გვინდა არც ეს ხელისუფლება, არც ეს ოპოზიცია. თქვათ რომ აი ამ დროს ერთ-ერთი დღე ამოვირჩიოთ და შევეკრიბოთ, გამოვიდეთ ხალხი და მე ლიდერი გამოჩნდება მე ხალხნო. ხო ხედავთ როგორ გვატყუეს ყველა მთავრობაც ოპოზიცია. გასაგებია თქვენი ისტორიული სანაგვეზია მოსასროლი ორივენი. გასაგებია მადლობა ზარისთვის. ამ დროისთვის პირდაპირ ეთერში 32 სატელეფონო ზარის მიღება მოხერხდა. აქედან 28 მაყურებელი აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობს. 4 მათგანს პასუხი არ ჰქონდა შეკითხვაზე. რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. გამოკითხულთა 96% ასევე ფიქრობს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების შეკვეთაზე მუშაობს, ხოლო 2%-ის აზრით ის საზოგადოების დაკვეთას ასრულებს. გამოკითხულთა 1% შეკითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. გამოკითხვა ეთერში დაპირებისამებრ ქალბატონ მანანა ნაჭყებიასთან ერთად დაგიბრუნდებათ. გამოკითხვა დაპირებისამებრ მანანა ნაჭყებიასთან ერთად გიბრუნდებათ ეთერში. ქალბატონო მანანა, საღამომშვიდობის, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ქალბატონო მანანა, გასაგებია რომ ახალი მემარჯვენეები შეშფოთებული ბერენი იმ კვლევის შედეგებით როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც დადო BCG Research-მა ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის ეროვნული კომისიის დაკვეთით, მაგრამ აქ საგულისხმოა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი განცხადება, რომელსაც ნათქვამია რომ მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა გამორიცხული არ არის მოგვიანებით ეს კვლევის შედეგები კომისიამ გამოიყენოს უკვე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირებისთვის. აქ დღესვე დაერეკა ერთ-ერთმა მაყურებელმა, რომელმაც ასევე საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის ეჭვი, ასე თქვა, ხმამაღლა გამოხატა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში, თქვა, იმ შემთხვევაში თუ ტელეკომპანია იმედი, ოდესმე დაუბრუნდება თავის კანონიერ მფლობელს, ის უკვე თქვა ლიცენზია მოდიფიცირებული აღმოჩნდეს და მას აღარ ჰქონდეს პოლიტიკურ საზოგადოებრივი გადაცემებით მაუწყებლობის უფლება. რამდენად რეალურია ამ ვერსიებით მუშაობა? სავსებად რეალურად გვეჩვენება და სწორედ ამიტომ გავავრცელეთ დღეს ახალმა მემარჯვენეებმა განცხადება. გნებავთ ჩაგვითვალოს ეს მარეგულირებელმა კომისიამ ზეწოლად, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ გამოვხატეთ საზოგადოების აზრი. ხლა რატომ გონია, რომ ეს მართლაც ასე მოხდება? პირველ რიგში ამაში მე მგონი ხელისუფლება თვითონ გასცა თავისი თავი, როდესაც მესმა ცალკეულმა წარმომადგენლებმა, პარლამენტარებმა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ ეს ასე არ მოხდება. ნუ ეს არის მე მგონი საკუთარი თავის რა თქმა უნდა, მათ დაუსვეს პარლამენტში ამასთან დაკავშირებით ქრისტიან დემოკრატებმა შეკითხვა და მათ თქვეს, რომ ამას არ აპირებს მარეგულირებელი კომისია და ამის მოდიფიცირება არ მოხდება. ანუ თუ მათი გავლენა არ არსებობს მარეგულირებელ კომისიაზე, მაშინ რატო აკეთებენ კომისიის ნაცვლად ასეთ განცხადებებს? ერთნიშნულოვნად ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია საქმის კურსშია და მარეგულირებელი კომისია ყველაფერს გააკეთებს ისე, როგორც ეს მმართველ პარტიას და როგორც ეს ხელისუფლებას უნდა. ხლა რატომ ცდილობენ ამას და რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება? მე მინდა პირველ რიგში ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რომ ეს კვლევები 2008 წელს ჩატარდა, 2008, 2009, 2010 ეს კვლევები თაროზე იყო შემოტანილი და რატომაც ეხლა შემოდებული და რატომაც ეხლა გახდა აქტუალური ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე მარეგულირებელი კომისიისთვის. რატომ ახლა? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ იყრის ერთად თავს. პირველ რიგში ის რომ 2011-13 წლები, გნებავთ 2012-13 წლები ვთქვათ, ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი წლებია ჩვენი ქვეყნისთვის, მოგეხსენებათ ეს არის არჩევნების წელი და აქედან გამომდინარე ხელისუფლება რა თქმა უნდა ცდილობს დაუმალოს ინფორმაცია, ობიექტური ინფორმაცია თავის მაყურებელს. ერთია რა პროპაგანდას ეწევა სახელისუფლებო არხები და მეორეა რეალური ობიექტური ინფორმაცია და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს მათ აწყობთ. ამიტომ ის 60 მილიონი, რომელიც სხვა თემებთან ერთად, დემოკრატიის განვითარების თემებთან ერთად გამოყოფილი იქნა მედიისთვის, უნდა აითვისოს ძირითადად
სატელევიზიო კომპანიებმა, რომლებიც არიან რეგიონებში, სათემო ტელევიზიები და ასე შემდეგ. ეს ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ეცდებიან, რომ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს ხელისუფლების პროპაგანდა, რომელსაც ისინი ეწევიან მათ მიერ კონტროლირებადი არხებით. ისინი თავიდანვე, აქედანვე იღებენ, როგორ გითხრათ, ვარაუდს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს და აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით დაბლოკონ და ელემენტარულად მე გეტყვით როგორ მოხდება ეს მარეგულირებელი კომისია ხვალ თუ ზეგ გამოაცხადებს და იტყვის რომ ჩვენთვის აი ამ კვლევების თანახმად რომელიც 3 წლის წინ ჩატარდა და რომელიც აბსოლუტურად არ ემთხვევა სხვა კვლევების მონაცემებს იგივე 2009 წელს CRR-SIM ჩაატარა კვლევა სადაც სხვა სურათია ნაჩვენები ერთადერთი სადაც თითქოს ჩანს რომ მოსახლეობას არ აინტერესებს საინფორმაციო გადაცემები და პოლიტიკური ტოქ-შოუები არის თვითონ მარეგულირებელი კომისიის დაკვეთით გაკეთებული კვლევები ხო აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ისინი ძალიან მალე იტყვიან რომ ჩვენ ახლა გავცებთ ლიცენზიებს მხოლოდ იმ ტელეკომპანიებზე რომელსაც თავიანთ ბადეში აქვთ სურვილი რომ იქონიან გასართობი შოუები და გასართობი გადაცემები ან დააწესებენ რაღაც უზარმაზარ ფასს ასეთი ზოგადი ეგრეთ წოდებული ზოგადი ლიცენზიის მოსაპოვებლად ამით რა თქმა უნდა დაიბლოკება ძალიან ბევრი ტელევიზია რეგიონებში და თქვენ იცით რომ უზარმაზარი თანხა არის გამოყოფილი რეგიონული ტელევიზიებისთვის და მათ არ ექნებათ საშუალება ეს თანხა მიზნობრივად საინფორმაციო პოლიტიკის განვითარებას მოახმარონ. ეს ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვილი ეჭვი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში პრაქტიკულად უკავშირდება ერთადერთ ამოცანას და პასუხობს ერთადერთ ამოცანას, რომ ხელისუფლებამ დაბლოკოს რეალურად ინფორმაცია. მეც გეტყვით, იცით, ჩვენ აი ამ რამდენიმე დღეების განმავლობაში ქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა რაიონების მოსახლეობასთან. მინდა გითხრათ, რომ ისინი აზრზე არ არიან, წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება, იგივე გორის რაიონში არიციან რა მოხდა ზეღდულეთში, რეალურად არიციან რა მოხდა ზეღდულეთში და ისინი მართლაც დარწმუნებული არიან რომ არსოშვილი ღმერთი თუ არა ნუ რაღაცა მისი მოციქული მაინც არის და ნანახი აქვთ ეს სიუჟეტი და არა თქვენი სიუჟეტები იგივე იმერეთის მოსახლეობამ არ იცის რომ პრეზიდენტმა მოიტყუა და არ გვეჩია რა ვითარი წყალი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ბოლომდე მიყვანელი არ არის წყლის სამუშაო წყლის მიწოდების სამუშაოების ჩატარება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხელისუფლება ამყოფებს ინფორმაციულ ვაკუუმში საზოგადოებას ხელისუფლება მედიის საშუალებებს იყენებს პროპაგანდისთვის და მარეგულირებელი კომისია მათ ამაში ხელს უწყობს. ქალბატონო, რას უზავს ხელისუფლებას და მარეგულირებელი ეროვნული კომისიაც უცხოელების რჩევებს? იგივე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამერიკის ელჩის საქართველოში რიჩარდ ბასის განცხადება, რომელმაც ეს ვიდეო მიმართვა საკუთარი ვებ გვერდის მიერ გაავრცელა. ანუ პირდაპირ და ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი ის პრეტენზიები, რომელიც უკავშირდება მედიის და სიტყვის თავისუფლებას. ასევე ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ადმინისტრაციის ეს მიმართვაც. ანუ რას იზავს ხელისუფლება? ხომ ვერ გააქრობს ფაქტია ბუნებიდან ამ რჩევებს? ანგარიში გეთახმები ძალიან მწვავე შეფასებებია და მათ შორის არის ესეთი შეფასება, რომ პირდაპირ ხელისუფლების არედაქციო ჩარევას აქვს ადგილი. რომ აღარაფერი ვთქვა სხვა შეფასებებთან დაკავშირებით. რას უზამს? ვერ გეტყვით, იცით ეს მისი რისკია. მე მინდა გითხრათ, რომ დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები ამ ბოლო დროს ოფიციალურ დონეზე ეს არ არის რაღაცა კულუარული საუბრები, არამედ ოფიციალურად ევროსაბჭოს რეზოლუციაში ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ანგარიში აყენებენ ასე საკითხს, რომ საქართველოში არ არის საკმარისი დემოკრატია. საქართველოში შეზღუდულია მედიის თავისუფლება. საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკაში უხეშად ერევა ხელისუფლება. ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია ადეკვატურად უპასუხებს აი ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს თუ წავა დინების საწინააღმდეგოდ. როგორ თავდება დინების საწინააღმდეგოდ სიარული? ეს ჩვენ უახლოეს სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცით, სამწუხაროა უბრალოდ რომ ხელისუფლების ასეთ ნაბიჯს უნდა შეეწიროს საქართველოს ინტერესები, საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და ჩვენ შესაძლოა ისევ ნოლიდან მოგვიწიოს ათვლის წერტილად ნოლის გამოცხადებამ და ისევ იმ გზის გავლა, რომელიც არაერთხელ გავიარეთ. მაშინ, როდესაც ჩვენ ქვეყანას აუცილებლად ჭირდება დემოკრატია და დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს. ქალბატონო, რაც შეეხება BCG Research, ანუ ახალმა მიმარჯვენებმა ასევე ამ კომპანიის რეპუტაცია დააყენეს თავის განცხადებაში. ეჭვქვეშ უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ამ თემაზე თუ შეიძლება. სამწუხაროდ დღეს არ იძებნება რეკონსტრუქცია მიმდინარეობს აი ამ კომპანიის ვებგვერდზე და არ იძებნება ვინ არიან მისი დამფუძნებელები, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ შარშან წინ დამფუძნებელთა და მრჩეველთა საბჭოში თუ სამეურვეო საბჭოში იყო ბატონი თარხნიშვილის მეუღლე. მე შემიძლია გითხრათ, რომ სხვა კომპანიების დამფუძნებლები თავის დროზე, რომლებიც დღეს ატარებენ, იგივე NDI-ის ან AIRA-ის დაკვეთით კვლევებს თავის დროზე იყვნენ ბატონი ლომაია, თვითონ ბატონი თარხნიშვილი და ხელისუფლების მხარდაჭერი ძალიან ბევრი ადამიანი. მე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სიმართლე გითხრათ ამ ინფორმაციას
ინფორმაციას, შემდეგ მივყევი ბოლომდე, დავრეკე, დავინტერესდი, შემდეგ კი შეცვალე სამეურვეო საბჭოების შემადგენლობები, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვი. ყოველ შემთხვევაში BCG-ის მისამართით მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ეს ის BCG-ია, რომელიც რეგულარულად ჯერ არ არის დახურული საარჩევნო უბნები და არ არის ბოლო ბიულეტენი ჩაშვებული ყუთში, რომ უკვე აქვეყნებს exit poll-ების მონაცემებს ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს სწორედ ის BCG-ია. გასაგებია, ქალბატონო, როგორ უნდა დაიცვას საზოგადოების ჩვეულებრივმა წევრმა ადამიანმა თავი პროპაგანდისგან, ანუ ვისაც არ აქვს თქვა სატელიტი, ამ შემთხვევაში სატელიტურ ანტენას გულისხმობ, რომ უყუროს მაესტროს, ვინც ცხოვრობს რეგიონში და ვერ იღებს რეალურ ობიექტურ ინფორმაციას. ეს ძალიან დამაფიქრებელია და დამაფიქრებელია ჩვენთვისაც, ახალი მემარჯვენეებისთვის, პოლიტიკურ რვიანში, ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიებისთვის და ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც მოვახერხოთ იმისთვის, რომ მივიყვანოთ მედიის საშუალებით მართალი სიტყვა, ობიექტური სიტყვა და არა რაღაცა დამახინჯებული ჩვენს მოსახლეობამდე. ამიტომ ფიქრობთ, რომ მეორე არხის გამოყენებაც შეიძლება უფრო ეფექტურად, რა თქმა უნდა, თქვენი არხი, იგივე სხვა ობიექტური არხები, მე ვერ დავარქმევდი რომ ოპოზიციური არხები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მაგრამ სამწუხაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, არც თქვენი არხი, არც კავკასია, არც მეორე არხი. ჩვენ მქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები, იგივე NDI-ის მეშვეობით მიმდინარეობს, თქვენ იცით, რაღაც პროცესები, რომ მეორე არხი გახდეს მართლაც ყურებადი, ამიტომ მათი მხრიდან თითქოს ჩანს, რომ არის სრული მზადყოფნა, ჩვენ ველოდებით ამ მზადყოფნის შემხედრად გადადგმულ ნაბიჯებს. საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ რეგიონში, სადაც პაკეტში საკაბელო ტელევიზიები იღებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, ავტომატურად უნდა იგულისხმებოდეს, რომ ისინი მიიღებენ მეორე არხსაც, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორივე არხი და დანარჩენი ახლა რა დაგვრჩენია? დაგვრჩენია ის, რომ პოლიტიკური მეთოდებით ჩვენი მხრივ მედია საშუალებები თავის მხრივ და მე ვიცი, რომ ჟურნალისტებმა საგანგებოდ დააფუძნეს ასოციაცია, რომელიც მედია ადვოკატირებას გულისხმობს. უნდა ვეცადოთ, რომ გავარღვიოთ აი ეს მოჯადოებული წრე და მივაწოდოთ ინფორმაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადგილებზე ჩასვლებს. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ახალი მემარჯვენეების სახელით დაგკვირდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართალი, რეალური ინფორმაცია მივიდეს რეგიონებამდე. გასაგებია, დიდი მადლობა ქალბატონმა სტუდიაში სტუმრობისთვის. ეს გახლდათ მანანა ნაჭყები ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, რაც შეეხება ჩვენი გადაცემის დღევანდელ შედეგებს. პირდაპირ ეთერში როგორც ერთხელ უკვე მოგახსენეთ 22 სატელეფონო ზარის მიღება მოხერხდა აქედან 28 მაყურებელი თვლის, რომ მარეგულირებელი ეროვნული კომისია ამ შემთხვევაში ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობს, ხოლო 4 მაყურებელს პასუხი შეკითხვაზე არ ჰქონდა, რაც შეეხება ინტერნეტ მონაცემებს. გამოკითხულთა 97% ასევე თვლის, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხელისუფლების დაკვეთაზე მუშაობდა, საზოგადოების თითქმის 2% თვლის, რომ ის გამოკითხული საზოგადოების 2% თვლის, რომ ის საზოგადოების შეკვეთას ასრულებს, ხოლო თითქმის 1% შეკითხვაზე პასუხი არ აქვს, რაც შეეხება არგუმენტებს თეა სიჭინავასთან. კახი ყურაშვილი და ნინო ჯანგირაშვილი იგივე თემას გააგრძელებენ დებატში. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.